რაც შეეხება ახალ ზოოპარკს თბილისის ზღვაზე, მინდა გითხრათ, რომ ის გაიხსნება. ოღონდ აქ აუცილებლად ვთვლი გავაკეთო გარკვეული კომენტარი, განმარტება ამასთან დაკავშირებით. ვინაიდან იქ საკმაოდ დიდია ტერიტორია, აქედან გამომდინარე ის ბოლომდე ათვისებული არ არის. ცხოველების ნაწილი იქ უკვე გადაყვანილია და ზოოპარკს ესტუმრებიან ვიზიტორები, დამთვალიერებლები, მაგრამ ასევე იქ გაგრძელდება სარემონტო სამუშაოები, ნაწილი ვოლიერებისა თითქმის დამთავრებულია და ნაწილი ასევე ასაშენებელია, ძალიან ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი, მაგრამ საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ ასე ვთქვათ, ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ ეს გახსნილიყო და ვიზიტორები თავისი თვალით დარწმუნდებიან თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ახალი ზოოპარკი, რამდენად ის კარგია ცხოველებისთვის და გარდა ამისა ნახავენ თუ როგორ მიდის იქ მშენებლობა ამ ახალი ვოლიერების. არა ერთი აქედა მეორე ისე და თუაში ჩავდო თან შუაში. ეგ შეიძლება. აი ეგ. აჰა. არა, დაი. არა, აი აქ სადზე ვერ გავაკეთე. აი აქ. გრანდიოზული საზეიმო გახსნა არ იგეგმება, რაც შეეხება ფასებს, ფასები არის იგივე რაც აქ, ანუ კერძოდ 3 წლამდე არის უფასო, 12 წლამდე არის 2 ლარი, 12 ზემოთ არის 4 ლარი. იგივე ფასებია, რაც ჩვენს ზოოპარკში. რაც შეეხება ძველ ზოოპარკს, არსებულ ტერიტორიას, სადაც ჩვენ ახლა ამჯერად ვიმყოფებით, ხო? ცხოველების ნაწილი ისევ აქ რჩება. აქედან გამომდინარე, ვიზიტორებს შეუძლიათ როგორც არსებული ზოოპარკის დათვალიერება და მისი სტუმრობა, ასევე ახალი ზოოპარკის. ეს ჩვენი ძველი, ეგრეთ წოდებული ძველი ზოოპარკი განაგრძობს ჩვეულებრივად ყოველდღიურ ფუნქციონირებას.